ჩვენი შემდეგი გმირი ეს გახლავთ გიორგი ბასილაშვილი 19 წლის. გიორგი მატება ძალიან ადრეულ ასაკში დაიწყო, ბავშვობის ადრეულ ასაკში დაიწყო და დღეს უკვე 197 კილოგრამს იწონის. მოდით ვნახოთ ისტორია, როგორ ცხოვრობს ამ წონით გიორგი. ნუ 2 წლის ვიყავი, რავი, რა მახსოვს მაგ დროს, მაგრამ მაჭვენდნენ რა ძალით. ნუ სხვისი ბავშვი მაგალითად მეზობლის ან რაღაცა არ ჭამდა, აი ჩემი მაგრას ჭამს. რაღაცა და ეგრე მაჭვენდნენ რაღაცა და გავსუხდი რა, იმის მერე დავიწყე მატება და მოვიმატე დღეს რამ ხელიც ვარ. უწყინარმა შეჯიბრმა გიორგის 17 კილოგრამები მოუტანა. წლებთან ერთად იმატა წონამ და პრობლემებმა. თუმცა აქტიურ ცხოვრებას შეჩვეული ახალ რეალობას არ ეგუება. ვიღლები აი სიარულში. კიდე რავი, უმოძრაობა რა, ნუ მოძრაობაში ხელს გიშლის. სიარულში. მისი დიეტა მარტივად ფორმულირდება. ყველა ტიპის საკვები პურის გარეშე. დიეტოლოგთან ვიზიტი ამ ეტაპზე შეუძლებელია. საჭირო გამოკვლევები და ინდივიდუალური კვების რაციონი მისთვის მიუწვდომელია. ნუ ეხლა დიეტაზე ვარ ეს ბოლო პერიოდი ეს 2 კვირაა და რავი, პურს არ ვატარ რა საჭმელს. უყუროთ ჭამ საჭმელს. რავი, შემოთავაზე. ფინანსური პრობლემების გამო ექიმთან ვერ მივდივარ რა. უგარკოულ ხარჯებთან არ დაკავშირებული და რავი. საოჯახო საქმეებით დატვირთული ყოველდღიურობა ერთფეროვანია. ახალი გეგმები და რუტინის შეცვლა კი შორეული პერსპექტივაა. დილით ეგრე 7 საათზე ვდგები. რავი, ვეხმარი პაპა ჩემს. ეგრე 10 საათზე საჭმელს ვჭამ. და მე ერთხელ საღამოთი შევჭამ და მე რავი, კომპიუტერთან ზიარ რაღაც მაგასთან გადავდივარ ხოლმე. მე რავი, თაღამდე დავიდი. მიუხედავად ბევრი სირთულისა შექმნილ მდგომარეობას იუმორით უყურებს და სიმსუქნის უპირატესობაზე საუბარიც არ უჭირს. ჭარბწონას აქ ერთი უპირატესობა, ბევრი როზიან უკან, მე წინ ვზივარ თავისუფლად. ეგაა რა. გემრიელ საჭმელზე ფიქრი უყვარს. ამ ეტაპზე მხოლოდ ფიქრის უფლება აქვს. მენიუ მისი საყვარელი კერძებით წლების წინ გადადო. დიდი ზომის ტანსაცმელი მოირგო და ოცნება ახალ რეალობაზე დაიწყო. ნუ რავი, გამხდარი რო იყო ჩემი ოცნება ეგაა. სამუშაო მქონდეს და გამხდარი ვიყო. მაშასე გიორგი ბასილაშვილი 19 წლის პატარა ლილოდან ეკახოფერიას თოქ-შოუში. გიორგი, გთხოვთ რომ დაბრძანდეთ სოფოს გვერდით. გიორგი, მე ვიცი რამდენიმე ისტორია შენი ბავშვობიდან. როგორ გაღვიძებდნენ ღამე? ბაბუა მოდიოდა სახლში, შენ მოყევი ამ ისტორიას. თვალი მოდიოდა ხოლმე, სვავდა და ღამე მაღვიძებდა და მაჭვენდა ხოლმე საჭმელს. და მე ვიზინებდი ხოლმე ისევ და ეს ძალიან ცუდია რომ ღამე გაღვიძებენ და გაჭმევენ და მე. კი, ეს ვიცი, მაგრამ ეს რამდენად ხშირად ხდებოდა? თითქმის ყოველ დღე. ყოველ დღე მოდიოდა. და აი მოვიდა ბაბუ. რამდენი წლის იყავით მაშინ? ეგრე არ ვიცი, პირველი 1 წლის ან 2 წლის. ძალიან პატარა. კი. იყო თუ არა ეს პრობლემა, როდესაც ხა ბავშვი პუტკუნა იყო თქვენს ოჯახში და უშოთ ამაზე ამით ამაყობდნენ თუ პირიქით ეს პრობლემად მიაჩნდათ? ბევრს რომ ჭამდი, ალბათ სხვა ბავშვებთან შედარებით უხაროდათ რა, ჩემი შვილი ბევრს ჭამსო და კაიაო, რავი. როდის უკვე მიხვდით რომ გაწუხებთ? რომ უკვე სხვებზე მსუქანი ხართ, რომ რაღაც ისე არ არის. 6-7 წლის ასაკში, რომ ბაღის ასაკიდან რა, ბაღში რო დავდიოდი, მაშინ ყველა გამხდარი იყო იქ, ვინც დადიოდა და მარტო მე ვიყავი მსუქანი იქ. დიახ. ეგრე 50-60 კილომდე ვიყავი. დიახ, და კლასში რამე ზედმეტსახელები იყო, დაგცინოდნენ, ჰქონდათ ეს პრობლემა? სიცილით არ დამცინოდნენ, მაგრამ ზედმეტსახელები მქონდა. რა? რავი, ლუი, ბალუ. აი, პერიოდულად იყო თუ არა დიეტები, მცდელობა? დიეტები და მცდელობა იყო, მაგრამ რასაც ვიკლებდი, ბოლო ჯამში დამიკლია ერთიანად 1.15 კილო და მე ორმაგად სამაგად ვინაზღაურებდი რა მე. რატომ? აი, რითი როგორ დაიკელით 15 კილო? დიეტით და რაკზე რო დავდიოდი. აჰა, ვარჯიშობდით. კი, ვარჯიშობდით და მალე კი ვიღლებოდი, მაგრამ ვიკლებდი თან და მე ერთიანად მოვიმატე ეს გუნდი დაიშალა და წამოვიდი რაგბიდან. აი, დღეს როგორია თქვენი ცხოვრება? სად სწავლობთ, სად მუშაობთ? სიმსუქნის გამო სწავლა ვეღარ გავაგრძელე რა, კომპლექსების გამო. აი, წასვლა ქალაქში და სასწავლებელში რაღაცა სიარული ვერ გავაგრძელე. აი, რამე გაწუხებს იმ სიმსუქნის გამო, რამე ჯანმრთელობის პრობლემა? სიარული მიჭირს და მალე ვიღლები. აღამარცხე სიარული და
გული მეღლება მალე და მიჩქარდება. იზოლებული ხდები რომ გავჩერდე და წელიც მткиდება ხოლმე. აი ქალბატონი მედი ამბობდა რომ ვერ ვიკავებ თავსო. როდესაც არის საჭმელი, აი მე მშია არ მშია ის მეძახისო. თქვენ შემთხვევაში როგორ არის? კი, როდესაც საჭმელი არის, სუფრა რაღაცა, მეც ვერ ვიკავებ თავს და მინდა რომ ჭამო და ვჭამ. აი შეგიძლიათ მითხრათ, აი ჩვეულებრივად, აი რას ჭამთ, რამდენს ჭამთ? რაღაც გააქვთ თქვენი რეკორდი, რომ აი ეს ამდენი გიჭამიათ? კი. მაგალითად? მე ჭამაზე მიჭამია ერთი პური და მაგალითად წვავდი 1-10 შამპური. 10 შამპური. კი. როდესაც უკვე მიაღწიეთ აი ამ კრიტიკულ ზღვარს, ან დიეტოლოგთან, ან ენდოკრინოლოგთან გიცდიათ მისვლა? კი მიცდია, მაგრამ აი ფინანსებთან დაკავშირებით არ მქონდა რა თანხა რომ მივსულიყავი და რაღაც ან გავსინჯულიყავი ან რაღაც. გიორგი, ესად მე გასართობ ადგილებში თუ დადიხართ? არა, არსად არ დავდივარ. მეგობრები ყავთ? კი. თქვენს მეგობრებს შეყვარებულები ყავთ ალბათ უკვე? კი, ყავ. თქვენ? მე არა. ყოფილ ხართ თუ არა ოდესმე პაემანზე გოგოსთან? არა, არასდროს. მოგწონებიათ თუ არა ოდესმე ვინმე გოგო? არასდროს არავი? არავი. გიორგი, მაპატიე, გქონია თუ არა ოდესმე სექსი გოგოსთან? არა. არის თუ არა ეს შენთვის პრობლემა? აი სურვილი გაქვს თუ არა რომ ესეთი ურთიერთობა გქონდეს? რავი. გიფიქრია თუ არა კი, მიფიქრია. როგორ ფიქრობ ეს კომპლექსიც არის რომ შენ აი 19 წლის ბიჭი ხარ ზუსტად ის სასაკია როდესაც აი ეს ყველაფერი ხდება რაღაც გეხება გიყვარდება ეს შენ სირგლი ყველაფერი ფანტასტიკურია და შენ ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ გაქვს გაქვს თუ არა ამის კომპლექსი რომ შენ ამას მოკლებული ხარ კი მაქვს ეს სიმსუქნის გამო მაქვს ეს კომპლექსი მე მინდა